გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მერიის მიერ ორგანიზაციისთვის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა გააპროტესტეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. ხელოვნების სახლში შეკრებილები აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება კანონთან შეუსაბამოა და ის ორგანიზაციას გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს. ისინი დანებებას არ აპირებენ და სამართლებრივი გზებით ბრძოლას გააგრძელებენ. ხადი არის, რომ გვაქვს ასე ვთქვათ სადამსჯელო ოპერაციასთან საქმე, რომელიც განხორციელდა ფოტოგრაფთა კლუბის წინააღმდეგ, სწორედ იმის გამო, რომ მათ ესე ვთქვათ ჰქონდათ ის ღონისძიება, რომელიც იყო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად მხარდამჭერი ღონისძიება და ინსტალაცია. ეს მიუღებელი არის დღეს არსებული ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისათვის. შესაბამისად მათ გადაწყვიტეს, რომ დაესაჯათ კლუბი და მოსთხოვეს ორი თვით ადრე გაფორმებული ხელშეკრულები, ჯერ დაწყებულიც არ იყო ფაქტიურად ამ ხელშეკრულების მოქმედება, ამ ხელშეკრულების შეწყვეტა აბსოლუტურად აბსურდული მიზეზებით დაიწყეს თითქოს და ეს ჭირდებოდათ ეს შენობა, შემდეგ ვერ დაასაბუთებს თუ რაში სჭირდებოდათ ეს შენობა და შემდეგ მოიგონეს მიზეზი თითქოს ხელშეკრულების რაღაც პირობებს არ გვევდნენ, თუმცა ესეც ვიცით და წარდგენილი გვაქვს უკვე სარჩელი სასამართლოში, რომ არანაირი პირობა და არანაირი ასე ვთქვათ ვალდებულება ამ ხელშეკრულებიდან კლუბს არ დაურღვევია. აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებ. ეს ცხადად პოლიტიკური გადაწყვეტილება არის დაკავშირებული ამ სივრცეში გაკეთებულ გამოფენასთან, რომელიც აპროტესტებს იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც დღესდღეობით ეგრეთ წოდებული თვითმარქვია ხელისუფლების მიერ ხორციელდება ქვეყანაში და ამის შედეგად მუნიციპალიტეტი ცდილობს რეპრესიული მექანიზმის ამუშავებას და გამოდევნოს ლეგიტიმურად არსებული ეს საზოგადოება ამ სივრციდან, რომ შესაბამისად შეზღუდოს თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი სიტყვის გამოხატულება და ასე შემდეგ. ნიკოლას დევდარიანი.